მორალისაგან დაცლილი პოლიტიკა გავლენას ახდენს აბსოლუტურად ყველაფერზე. შეიძლება გაგრძელდეს ჩემი პოლიტიკური კარიერა, შეიძლება არ გაგრძელდეს. თავარი არის ძირითადი მოთხოვნა, რომ ჩვენ ევროპასთან ინტეგრაცია გქონდეს შეუქცევადად. და ამიტომაც არ შევდივარ, იმიტომ რომ არ ვცნობ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას, ხელისუფლების ლეგიტიმურობას. ეს არის ერთი დემარში, თუ შეიძლება ითქვას, ყოველივე იმ სამართლობის მიმართ, რაც ქართულ მოცემულს ჩაიდინა. ოქტაი ქაზუმოვი კოალიცია ცვლილებებისთვის საპარლამენტო სიის მე-10 ნომრად ეწერა, თუმცა მანდატზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა. პოლიტიკაში იგი სამოქალაქო აქტივიზმიდან მივიდა. დიდი მადლობა რომ მოგზავნეთ. ეს არის თქვენი ბავშვობის სახლი? კი, ეს არის ფუძეს სახლი, სადაც რამდენიმე თაობა გაიზარდა. ორი თაობა და კიდევ რა ვიცი, ალბათ მომავალი თაობებიც. ოქტაი, თქვენ რომ ახლა იყოთ პარლამენტში, ლეგიტიმურად შეკრებილ პარლამენტში დეპუტატი, რა კანონ პროექტს არადგენდით? ძირითადად ეს შეეხებოდა, რა თქმა უნდა, განათლების ინფრასტრუქტურას, თვითონ განათლებას და განათლების ინფრასტრუქტურას. ვფიქრობ, რომ ჯერ პარალელურად უნდა იყოს ის, რომ განათლების ხარისხი, მეთოდოლოგია კარგად უნდა შემუშავდეს და ამის კვალდაკვალ ინფრასტრუქტურას უნდა აშენდეს. ოქტაი, რას ნიშნავს თქვენთვის იყო აქტივისტი? ოქტაი ქაზუმოვი სამოქალაქო აქტივიზმში 2008 წელს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში ჩაბარების შემდეგ ჩაერთო. იგი ამბობს, რომ აქტივიზმისადმი ინტერესი ამ სკოლამ, ხოლო პოლიტიკისადმი ინტერესი ბერძნულმა ფილოსოფიამ აღუძრა. 2020 წელს იგი ერთ-ერთ საზოგადოებრივ პლატფორმას შეუერთდა, თუმცა მაშინ საბოლოო თანამშრომლობა მასსა და ამ პლატფორმას შორის ვერ შედგა. მე მაინტერესებდა, რატომ გაურბოდით ეთნიკური უმცირესობები პოლიტიკას, ეთნიკური უმცირესობები არა ვართ მზად პოლიტიკაში მონაწილეობისთვის, მონაწილეობის მისაღებად, თუ სისტემა არ გვაძლევს ამის საშუალებას. და იქ გარკვეული თვალსაზრისით ორივე გამოიკვეთა, მაგრამ უფრო სისტემური თემა იყო, იმიტომ რომ მიმღებლობა ზოგადად და ინკლუზიური საზოგადოების საკითხი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ან ფასადური იყო, ან სიღრმისეულად არ იყო გააზრებული. Yaxşı, şimdi olmasın. Davknat. 2024 წელს კი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ჯგუფმა სამოქალაქო აქტივიზმიდან პოლიტიკურ აქტივიზმში გადასვლა ერთობლივად გადაწყვიტა. ეთნიკური აზერბაიჯანელი აქტივისტის ესე იგი მთელი სურვილი, მთელი ნატურა, მთელი ძალისხმევა არის ის, რომ მის რეგიონთან დაკავშირებული, თემთან და მოქალაქეებთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდეს, რაც ისევ სახელმწიფოს ინტერესებშია, რა თქმა უნდა. სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, ვისზეც ოქტაი ქაზუმოვი საუბრობს, ათობით ადამიანს აერთიანებს. ბენიამინ კასიმოღლუ და თოზუგულ მამედლი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ენის არცოდნას ასახელებენ. მათი თქმით, ეს პრობლემა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ინტეგრაციაში ხელს ყველაზე მეტად უშლის. მთავრობა კი მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს. ყველა თითოეულ პრობლემას ემატება კიდევ ერთი ენის ბარიერი. ასევე ამ კუთხით ჩვენ შეგვიძლია ნაადრევ ქორწინებაზეც ვისაუბროთ, ხო? ანუ ჩვენ ხშირად საუბრობთ აი გოგონების რაღაცა განათლებაზე, რაღაც ინფორმაციის მიწოდებაზე და ასე შემდეგ. აი დაუშვათ წარმოვიდგინოთ, მე ვარ 14 წლის გოგო, რომელიც ვიცი რომ საქართველოში აკრძალულია ნაადრევი ქორწინება და ის სჭება დამნაშავე. მაგრამ მე თუ მხარდაჭერას აღარ გრძნობ სახელმწიფოსგან, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, მაშინ ვეღარ გავბედავ. ანუ ეს არის საკმაოდ დიდი რისკი. ხელისუფლება ჩვენ გვიყურებს როგორც უსაფრთხოების პრიზმიდან, ეს არის პრობლემა და ზოგადად საზოგადოება კიდე გვადანაშაულებს იმაში, რომ თუ რატომ არ ვიცით მაგალითად სახელმწიფო ენა, როცა რეგიონებში, ბოლნისში, დმანისში და ასე შემდეგ არ არსებობს საბავშვო ბაღი. სკოლებში განათლების დონე ძალიან დაბალია.
ენობრივი ბარიერის გარდა ეთნიკური აზერბაიჯანელები კიდევ ერთი სირთულის წინაშე დგანან. ესაა ეთნიკური უმცირესობებისადმი მიმღებლობის პრობლემა, რაც ოქტაი ქაზუმოვის თქმით ყოველდღიურ ცხოვრებაშიც თავს იჩენს. რატომ უნდა მიწევდეს მე ახსნა იმისა, რომ საქართველოს მიყვარს, აი ყოველ იმაში მტკიცება რომ მიწევს. იმიტომ რომ ოქტაი ქაზუმოვი მქვია. ოქტაი პროფესიით ფილოლოგი და მთარგმნელია. მისი სიყვარული ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართ სკოლის ასაკიდან იწყება. მიხეილ ჯავახიშვილამდე, სანამ მამაჩემი წამიკითხავდა მის მართალ აბდულას, იყო ნოდარ დუმბაძე. საერთოდ დუმბაძეს ეს მოთხრობები, ფელეტონები ძალიან იუმორისტულია და ძალიან საინტერესო და მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც მე აღმოჩნდა, რომ ნოდარ დუმბაძის საყვარელი მწერალი ყოფილა აგრეთვე ძალიან მასშტაბურია, ძალიან. იხსენებს თვითონ, რომ ეს მიხეილ ჯავახიშვილი ჩვენ ალიყურით და რაღაცა დატუხსვებით მოპოვებული ის არისო მწერალი. იმიტომ რომ ჩუმად ვკითხულობდითო. წლების განმავლობაში მან არაერთი ქართული ლიტერატურული შედევრი აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა, ხოლო აზერბაიჯანული ნაწარმოებები ქართულად. მათ შორისაა მე-15 საუკუნის პოეტი ნასიმი. ოქტაი ქაზუმოვი გვიყვება, რომ ქართულ ენაზე ნასიმის თარგმნაში მას ძველი ქართულის ცოდნაც დაეხმარა. მის თარგმანებს შორის ასევე გამორჩეული ადგილი გალაქტიონ ტაბიძის პოეზიას უკავია. ბოლომდე ამოხსნელი პოეტია ჩემთვის. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ლექსის თარგმნა გინდა, ცდილობ, არ გამოგდის და უცებ შეიძლება გამოგივიდეს. ასეთი შემთხვევები ბევრი მქონია, შემიძლია ვთქვა. ეს-ერთი არის ქარი ქრისი. ხო, წავიკითხავ ხო? დიახ. Yelasir, yarpaqlar sovrulur yelbəyel. Qanrılır ağaclar cərgəsi, hardasan gəzirəm yerbəyer. Yağış var, qar yağır, sən yoxsan yoxluğun nə ağır. O siman mənimlə həmqədəm, həmişə hər yerdə hər bir dəm. Uzaq göy sis fikir ələyir, yeləsir. ოქტაი ინტერვიუში იმ შეგრძნებებს იხსენებს, რაც მასში პირველად ქართულმა პოეზიამ აღძრა. ეს იყო ამბავი უცხო მოყმისა. ხო, პირველი ორი სტროფი, ნახეს უცხო მოყმე ვინმე და მასტანსა კაბაემოსა. აი ეს რიტმული ცვლილება ძალიან მომწონდა. მაგრამ აღფრთოვანება მოვიდა ვაჟა სალუდა ქეთელაურით მე-10 კლასში. პირველი რიტმი, აუცილებლად რიტმია, მეორე აზრის სიღრმე და უმთავრესი მეტოქის პატივისცემა, რაც მე მომყვება ქოროღლიდან. საგმიროებოს ქოროღლიში სულ მეტოქის პატივისცემა, მანამ სანამ ეს უკანასკნელი სრულიად არ დაკარგავს სახეს. აი ეს დაცემა გულაღმა ჩემთვის ძალიან არ ვიცი, რაღაც საზარელიც არის, რაღაცა ეპიურობაც არის ამაში. ადამიანს აწამებ რისთვის? იმისთვის, რომ უნდა დემოკრატია, სამართლიანობა, მართალი უნდა ამ ქვეყანაზე, ხო, სასამართლოს სახით. უნდა რომ ნეპოტიზმი არ იყოს, უნდა რომ კორუფცია არ იყოს, უნდა რომ რესურსები განაწილდეს თანაბრად. უნდა რომ ადამიანის უფლებები იყოს, რაც ცუდი ხო არაფერი არ უნდა რა. მათი ეს სურვილები ხომ არ ეწინააღმდეგება არაფერს წმინდას, ხო? და ამაში მონაწილეობს როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ისე კათოლიკე ქრისტიანი, ისე ბაპტისტი ქრისტიანი, ისე იოღოველი, ისე მუსლიმი, იეზიდი და ასე შემდეგ. და ეს მშვენიერია, იმიტომ რომ არსებობს ერთი რელიგია, რომელსაც ქვია სამართლიანობა.